In vino veritas. ლათინურ გამონათქვამს, რომ ჭეშმარიტება ღვინოშია, აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებიც ეთანხმებიან. როგორც ჩანს, ჩინური ბაზრისთვის ჭეშმარიტება ქართულ ღვინოშია. რადგან ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე სულ უფრო და უფრო დიდი მოთხოვნაა. ჩინელებს განსაკუთრებით წითელი ღვინო მოსწონთ. ჩინური ჩაი და ქართული ღვინო ქვეყნების წარმომადგენლებმა სავიზიტო ბარათები გაცვალეს და დააგემოვნეს. აბრეშუმის გზის სამიძე საქართველოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს და ქართული ღვინისთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს. მრავლად იყო დამთვალიერებელიც და ქართული ბრენდების დეგუსტაციის მსურველიც. მათ აქ ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღებაც შეძლოთ და მისი შეძენაც. ნამდვილად ყურადღების ცენტრში ჩვენი გამოფენა, ისე როგორც საერთოდ ძალიან ძლიერად მოაბიჯებს ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე, რაზეც მეტყოლებს მისი ექსპორტის გაფართოების პოზიტიური დინამიკა. ქართული ღვინის კუთხესთან დამთვალიერებელთა სიმრავლე სამიტის ორგანიზატორებისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. აბრეშუმის გზის კომერციული პალატის დამფუძნებელმა თქვა, რომ ქართული ღვინო ჩინეთში სულ უფრო ცნობადი ხდება. ისეთი ფორუმი კი როგორც აბრეშუმის გზის სამიტია, მის კიდევ უფრო პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სამიტი საკმაოდ მაღალი დონისაა და შესაბამისად კარგი საშუალებაა ღვინის პოპულარიზაციისათვის. ქართული ღვინის კუთხე ერთადერთი კომერციული პროექტია, რადგან გარდა დეგუსტაციისა მსურველებს მისი შეძენაც შეუძლიათ. სამიტის ფარგლებში მოვიწვია ჩინეთის რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი იმპორტიორები და გვსურს მათ ადგილზე გავაცნოთ ქართული ღვინო, რომელიც ჩინურ ბაზარზე შესამჩნევად მკვიდრდება. ამაზე მეტყველებს ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკა. ჩინურ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდაზე ისაუბრა ლევან დავითაშვილმაც. სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნული მინისტრი სამიტზე ქართულ დელეგაციას მინისტრის მოადგილის რანგში ხელმძღვანელობდა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ აგვისტოს მონაცემებით ჩინეთმა უკვე ჩაანაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზარი, როგორც უკრაინა. ჩინეთი უკვე მეორე ყველაზე დიდი საექსპორტო დანიშნულების ქვეყანაა ქართული ღვინისთვის. აგვისტოს მონაცემებით 3,4 მილიონი ბოთლია ექსპორტირებული, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ მართლა მოახდინოთ ბაზრების დივერსიფიკაცია. ჩინეთი რეალური ალტერნატივა გახდა უკვე ტრადიციული ბაზრების. ჩვენ ვფიქრობ, პოტენციალი კიდევ უფრო დიდია. შედეგები ძალიან შთამბეჭდავია, ყველას მოსწონს ქართული ღვინო. სპეციალურად სამიტის მონაწილეებისთვის გაიგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვის ვიდეორგოლი, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. აბრეშუმის გზის სამიტს ჩინეთში ქართული ღვინის მწარმოებლებიც ესწრებოდნენ. ქართული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩინეთის ბაზარზე საკმაოდ დიდი რაოდენობის პროდუქცია გააქვთ. ძირითადი მოთხოვნა კი წითელ ღვინოზეა. ჩვენ კომპანიას უკვე დიდი რაოდენობით ღვინო აქვს შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობა დაიმსახურა და უკვე ცნობილი ბრენდი გახდა ჩინეთის ბაზარზე. ჩინელებს უმეტესად მოწონთ წითელი ღვინო და წითელი მშრალი ღვინო, ისე რომ ეს სრულიაჯდება ჩვენს პროფილში. ქართული ღვინისა და ჩინური ჩაის უძველეს ტრადიციებს მიეძღვნა სპეციალური ღონისძიებაც. საზეიმო მიღებაზე ქართული კულტურა ქართულ ღვინოსთან ერთად ხალხურმა ცეკვებმა წარმოაჩინა. ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეული ცეკვები ანსამბლმა რუსთავმა შეასრულა. რეკლამაზე გავდივართ. რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერს. არ გადაარჩეთ.